სტივ ჯობსი ალბათ ყველა მიცით 48 წლის ასაკში დაუსვენეს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი. ზოგადად პანკრეასის კიბო არის ძალიან ვერაგი დაავადება, მაგრამ მას ჰქონდა იშვიათი ფორმა, რომელიც არის შედარებით, რომელიც ემორჩილება მკურნალობას, ასეთი და ექიმებმა ურჩიეს თავიდანვე, რა თქმა უნდა, ოპერაცია და სასწრაფოდ მკურნალობა. და სტივ ჯობსმა თქვა, რომ არა, მე არ მინდა ეს ექიმები რაღაცას მეუბნებიან, მოდი ბუნებრივ საშუალებებს ვცდი. და ცადა დიეტები, ხილის წვენები, სულიერი თერაპიები და შიმშილობა და რაღაცები ცადა, მოკლედ ძალიან ბევრი და არაფერმა შედეგი არ გამოიღო. და 9 თვის მერე მაინც მოუხდა, რომ გაეკეთებინა ოპერაცია და 9 თვის მერე იყო დაგვიანებული და სტივ ჯობსი დაიღუპა სამწუხაროდ. აი ეს არის ძალიან კლასიკური ილუსტრაცია იმისი, როგორ ჭეშმარიტების წინაშე თუ ადამიანი არ აღიარებს სიმართლეს, რა არის სიმართლე, როგორ ძიმედ სრულდება ეს ყველაფერი, არის ვარაუდი ექიმების და სამეცნიერო საზოგადოების თანხმობა პრინციპში იმაზე, რომ მას რომ 9 თვით ადრე, მაშინვე როგორც კი ურჩიეს გაეკეთებინა ოპერაცია, ის დღეს მაღალი ალბათობით ცოცხალი იქნებოდა. მით უმეტეს თანამედროვე მედიცინის ფარგლებში. ამიტომ არის მთავარი ყურადღება გავამახვილოთ რა არის მტკიცებულება და რა არის მითი და რა არის მცდარი აზრი და რა არის საღი აზრი. ხშირად მხვდება ხოლმე მეც მაგალითები, როცა ადამიანები მეუბნებიან, ერთმა დამიწერა მაგალითად, რომ რომელი კვლევით არის დადასტურებულიო, რომ სიგარეტი არ იმავნეო. მეტ-ანალიზები არსებობს უამრავი, ანუ ასობით კვლევა არსებობს ამაზე და მილიონობით ადამიანია შესწავლილი და კი, თუ ადამიანი თვალს დახუჭავს და იტყვის, რომ ეს მილიონობით მაგალითი მე არ მაინტერესებს, მაგრამ მე სამაგიეროდ მაინტერესებს ის 5 ჩემი ნაცნობი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და დიდხანს იცოცხლა, კი, რეალობას თუ არ შეხედავ თვალებში, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ანუ სიმართლე არასდროს არ გეტყვის, რომ შენ რატომ არ მიიღებ, მე უბრალოდ სიმართლე ყოველთვის ცხვირში მოხვდება ადამიანს. უნდა თუ არ უნდა, ეს ესეა. ამიტომ ვისაუბრებ სამედიცინო მითებზე, რომელიც გავრცელებულია, რომელსაც ბევრი ადამიანი იჯერებს, მიუხედავად რომ ის სიმართლე არ არის. პირველი მითი არის, რომ დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა დალიო, ან 2 ლიტრი წყალი უნდა დალიო და ადამიანები დგანან და ჭიქებს ითვლიან ხოლმე. ეს არის მითი, რომელსაც სიმართლე უდევს საფუძვლად. სიმართლე არის, რომ ადამიანს მართლა ჭირდება დაახლოებით 2 ან 2.5 ლიტრის სითხე დღის განმავლობაში, მაგრამ ადამიანი უმეტესად მას იღებს, თუ კი ადამიანი მიყვება თავისი წყურვილის ბუნებრივ გრძნობას და ამ ადამიანს რამე კონკრეტული დაავადება არ აქვს, როგორც წესი თავისი ორგანიზმი არ მოატყუებს და ბუნებრივად რასაც იღებს, ის საკმარისია. ჩაის სახით, ყავის, ხილის, ბოსტნეულის, წვენების სხვა ფორმით ხშირად ადამიანები იღებენ იმ 2 ლიტრას ან 2 ლიტრანახევარს და რაღაც რაოდენობა წყალსაც სვამენ ხოლმე. ადამიანების უმეტესობა იღებს ჰიდრატაციას, არის შემთხვევები, როცა მართლა ცოტა მეტი წყალი უნდა დალიო, ან ყურადღება უნდა მიაქციო შენი სითხის მიღებას. მაგალითად, თუ კი ადამიანი არის ასაკოვანი და წყურვილის გრძნობა აქვს შესუსტებული, მაშინ რა თქმა უნდა მეტი ყურადღებაა საჭირო. ან მეძუძური დედა, ორსული ქალი, მათ ცოტა მეტი სითხე ჭირდებათ, ან ადამიანი, რომელიც სიცხეში ძალიან ბევრს ვარჯიშობს, მასაც, მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევაში, როგორც წესი, ეს 8 ჭიქის იდეა არ არის სწორი. მეორე, ყველაზე გავრცელებული მითი არის ვაქცინა იწვევს აუტიზმს. ვაქცინა არ იწვევს აუტიზმს, ბევრი კვლევით დადგინდა და ყველაზე დიდი მეტაანალიზი იყო 1,200,000-ზე მეტი ბავშვი იყო ჩართული ამ კვლევაში რეალურად და საიდან უდევს საფუძველი ამ მითს საერთოდ რატომ ხდება. ლოგიკა რა არის, რომ ზოგადად როცა ვაქცინებს იღებენ ბავშვები, ეს არის დაახლოებით 2 წელი, 3 წელი გაჩნია, მაგრამ აქ საუბარი იყო იმ MMR ვაქცინაზე, მაგრამ არ აქვს ამ შემთხვევაში მაგას მნიშვნელობა. ერთ-ერთი ჟურნალისტი, სამედიცინო ჟურნალისტი იყო, რომელმაც დააკვირდა 12 ბავშვის მაგალითზე. ანუ 12 ბავშვი არის უპატარავესი ჯგუფი კვლევის მხრივ. ან 12 დაახლოებით არის, რომ აი შენ სანაცნობოზე დააყრდნობით, რომ რამე კვლევა განახორციელო. ესეთი რამე არ არსებობს. ანუ ესეთი რამე შეიძლება დაიწყო, ან შეიძლება თავიდან შენ იდეა მოგივიდეს სანაცნობოზე დაკვირვებით, მაგრამ
ამას უნდა მისცე დიდი მასშტაბური სახე. უნდა დააკვირდე მე 50 ადამიანს, მე უნდა დააკვირდე 100 ადამიანს, მე 1000 და მე 10000 და ასე. და ასე თუ დააკვირდები 10000 ადამიანში ან 1000 ადამიანში ან თუნდაც 100 ადამიანში ესე შეიძლება რაღაცაზე მსჯელობა. მაგრამ ეს ადამიანი მოკლედ დააკვირდა იმ 12 ბავშვს და ვინაიდან იქ რა მოხდა დაემთხვა ანუ ერთი და იგივე ასაკში ვლინდება ზოგადად აუტიზმიც და იმ ასაკშივე უწევთ დაახლოებით ვაქცინების გაკეთება და ეს ხშირად ემთხვევა რა თქმა უნდა და ზედა შეშფოთებულია მერე და ადამიანი იქითკენაა მიდრეკილი მუდმივად რომ რაღაცას დააბრალოს ადამიანს არ უყვარს და არ უყვარს იმის მიღება არ უყვარს შინაგანად არ უყვარს იმიტომ რომ დისტრესი ემართება იმის მიღებით რომ შემთხვევითობა განაგებს ყველაფერს ან შემთხვევითობა ან დამთხევა ან გაურკვევლობის მიღება ადამიანს არ უყვარს ადამიანმა რაღაცას უნდა დააბრალოს ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება და აბა რას დავაბრალოთ თავის თავს ხوار დააბრალებს რომ მე მქონდა ესეთი გენებიო და ყველაზე მარტივად დასაბრალებელი არის ვაქცინა დააბრალოს ვაქცინას და აქედან მოდის მე ეს მითი რომ ის ვაქცინა იწვევს აუტიზმს სინამდვილეში ასე არ არის სინამდვილეში 1,200,000-ზე მეტ ბავშვს დააკვირდნენ და არანაირი კავშირი არსებობდა ვაქცინასა და აუტიზმს შორის აიღეს ბავშვებს აკვირდებოდნენ რომელსაც არ ქონდათ ვაქცინა გაკეთებული და რომელსაც ქონდათ ვაქცინა გაკეთებული ზუსტად ერთნაირად ემართებოდათ აუტიზმი იქითაც და აქეთაც არანაირი სხვაობა არ იყო მათ შორის არანაირი ოდენავი გადახრაც არ იყო რომ ვთქვათ რომ აი მაგალითად 1%-ით მეტს ემართებოდა აუტიზმი არა ზუსტად თანაბრად ემართებოდათ ეს მიუთითებს იმაზე რომ არაფერ კავშირში არ არის ვაქცინა და აუტიზმი ამიტომ ის სხვა საკითხია შეიძლება თქვათ ვაქცინასთან ადამიანს კონდეს რაღაც პრეტენზიები მაგრამ ის სიკეთე რომელიც ვაქცინას აქვს გაკეთებული იმ ხაზგასმა და მით უმეტეს ტყუილების დაბრალება არ არის სწორი მესამე მითი არის რომ აი ესე თითების გაკეთება ткაცუნი თითების იწვევს ართრიტ სახსრების ანთებას ეს არ არის მართალი დიბერი კვლევებია ამაზე ჩატარებული და თითების ткაცუნი არ იწვევს ამ ანთებას რატო ткაცუნს იმიტომ რომ სახსრებს შორის არის სითხეში იხსნება და სკდება პატარა ბუშტუკები კარბონის დიოქსიდი ან ნახშირორჟანგია რეალურად ნახშირორჟანგის ბუშტუკები გვაქვს ჩვენ ამ სითხეში რომელიც სკდება და ამ გახეთქვის ხმიანობა გვესმის არაფერი არ არის არც საშიში არც საგანგაშო და არც პათოლოგიური ჩვეულებრივი ამბავია და ყველა ადამიანს აქვს თითქმის ეს ხმები ვინც აკეთებს და რომც ის ადამიანებიც ვინც ხშირად აკეთებენ უფრო ხშირად არ ემართებათ თითების სახსრების ანთება კისრის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად კისერზეც ეგრეა ძირითადად ეს ემბუშტუკების გახეთქვის ხმიანობა თუ კისერით კაცნობს მაგრამ არის ზოგჯერ რომ მყესი გადადის ძვალზე მყესები ან იოგები გადადის ძვალზე და აი ეს ნაპის ხმიანობა ისმის ხოლმე და ეს უფრო მეტად დამაზიანებელია ან შეიძლება მიკროტრაუმები მიიღოს ადამიანმა და აი ქიროპრაქტიკა და უხეში ჩარევები ან არაპროფესიონალების ჩარევები კისერზე არ არის ნამდვილად რეკომენდირებული თუმცა უმეტესად თუ უბრალოდ თასმიანებს ადამიანად კაცუნის ხმა ესმის როგორც წესი ეს მაინც ბუშტუკების გახეთქვის ხმიანობაა და საშიში არ არის აქვე მინდა რომ ყველას მადლობა განაგიხადოთ ვინც ჩემ არხს მხარს უჭერთ და დონაციები მომდის ხოლმე და ამისთვის ძალიან მადლობა თითოეულ მათგანს არც არ ვიცი თვითონ როგორი მოქმედებს ან შეიძლება სულ არ უნდა ადამიანს გამოჩენა ამიტომ სახელობრივად არ წავიკითხავ ხოლმე უბრალოდ მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ არხის განვითარებაში შეტანილი წვლისთვის და ვისაც გინდათ რომ დონაციები გააკეთოთ აღწერაში არის ანგარიშები და მაგიდან შეგიძლიათ მეოთხე მითი არის რომ ადამიანი რომელიც კითხულობს სიბნელეში თვალები უზიანდება და სიბნელეში კითხვა თვალებს აზიანებს ეგ არ არის სწორი სიბნელეში კითხვამ შეიძლება დაძაბოს თვალები შეიძლება დაღალოს თვალები მაგრამ თვალებს არ აზიანებს გრძელვადიანად არ აზიანებს ბადურას არ აზიანებს მხედველობა არ ზიანდება ამით უბრალოდ თვალები იღლება რაც რა თქმა უნდა არასასურველია მაგრამ არ არის დიდი პრობლემა დაისვენებ და გაივლის ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოს რომ ბავშვებმა პატარა ბავშვებმა სკოლის მოსწავლეებმა კარგ განათებაში უნდა იკითხონ რადგან მანდ არის ნამდვილად რომ ცუდ განათებაში ბავშვები ვინც კითხულობენ ცოტათი მეტად ზრდის ეს ახლო მხედველობის რისკს ამიტომ კარგი განათების პირობებში უნდა კითხულობდნენ ბავშვები არის ხოლმე კითხვა კიდე რომ აი კომპიუტერს უყურებ და კომპიუტერთან მიმართებაში თუ როგორი ხوار აზიანებს კომპიუტერი თვალებს და ეკრანი თვალებს არა არ აზიანებს
თანამედროვე კვლევები და მეტაანალიზები რაც ჩატარებულია, მოკლედ არაზიანებს თვალებს. თვალების გადაღლა შესაძლებელია ის ადამიანები, ვინც დიდხანს მუშაობენ კომპიუტერთან. თვალები გადაეღლებათ და ეს ბუნებრივია, მაგრამ თვალებს კომპიუტერი არაზიანებს, კომპიუტერის ეკრანი, მათ შორის არც საათობით მუშაობით, თუმცა შესვენებები აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ თვალები არ გადაიღალოს და თვალები არ გამოშრეს. და მეხუთე მითი არის, რომ სველი თმებით გარეთ გასვლა გაციებას და გრიპს იწვევს. ბევრჯერ ეს მითი თვითდამსხვრევადია ბევრ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია, რომელიც სამსახურში გასვლის წინ თავს იბანს, ჩვეულებრივ გადის, მუშაობს და არანაირი გრიპი და გაციება არ ემართება. ან ადამიანები, რომლებიც ცივ ჰაერში გადიან და არაფერი პრობლემა არ აქვს, ჩვეულებრივად არიან მშვენივრად. ეგეც არ არის პრობლემა. ეს მითია, რადგან აქვს ამას საფუძველი. საფუძველი არის ესეთი, რომ თუ კი გადაცივდა ორგანიზმი ცივ ჰაერში დიდხანს, სისხლძარღვები ვიწროვდება, განსაკუთრებით ცხვირის სასუნთქის სისტემის სისხლძარღვები ვიწროვდება და ეგ იწვევს სასუნთქის სისტემაში ნაკლები სისხლის მიდინებას. ნაკლები სისხლის მიდინება არის იმუნიტეტის შესუსტება და შესუსტებულ იმუნიტეტზე ვირუსები და ბაქტერიები შედარებით მარტივად მრავლდება. ამიტომ არის ადამიანებს რომ აქვთ იდეა, რომ აი სიცივეში გავედი, გავცივდი და ასე. სინამდვილეში იყო შენს ორგანიზმში ვირუსი, ან მიიღე ვირუსიც მიიღე სიცივესთან ერთად და ამიტომ და არა სიცივის გამო. არამედ ვირუსები იწვევენ როგორც წესი გრიპს და გაციებას და არა სიცივე. მეექვსე მითი არის, რომ გაპარსული თმა უფრო სქელია, ხშირია და მუქია. ეს არ არის სიმართლე, გაპარსული თმა ზუსტად იგივე სისქისაა რაც იყო, იგივე ფერისაა რაც იყო, იგივე ტექსტურისაა რაც იყო. არაფერი სხვაობა არა მათ შორის. მან არის ერთი ოპტიკური ილუზია, ანუ გაპარსულზე როცა კანი უფრო ღია ფერისაა და მე თმები ამოდის და თმებს ხედავ, ის უფრო მკვეთრად ჩანს. მეორე არის რომ როდესაც კანს ჭრის საპარსი, ეს საპარსი ჭრის ბრტყლად და ბრტყლადაა თმა გადაჭრილი. ბუნებრივი თმა არის წაგრძელებული, წვეტიანი და ბრტყლად არ არის გადაჭრილი. ეს გადაჭრილად ბრტყელი თმა ხელს რომ მოусმევ, არის უხეში შედარებით და ამიტომ არის რომ ადამიანს აქვს შეგრძნება სიუხეშის და შეგრძნება აქვს რომ უხეშია. ამიტომ არის ხოლმე. სინამდვილეში არა, თმების ფოლიკულების რაოდენობაც იგივეა. თმების ფოლიკულების რაოდენობა არ იცვლება, რაც იყო ის არის შესაბამისად არ იზრდება თმების რაოდენობა და ეგეც არის მითი. ამიტომ და ხო, რაც შეეხება ფერზე ცოტა ეჩვენებათ ხოლმე და ან ის არის რომ თმები რაც ადამიანს აქვს მზეზე ან ამყოფი ზოგი დიდხანს ქიმიკატებთან ურთიერთქმედება, საპონი და ასე მოქმედებს თმის სტრუქტურაზე რა თქმა უნდა და თმას ცოტა ახუნებს და ფერს უცვლის და ახალ ამოსული თმა, რომელიც გაპარსვის შემდეგ გამოდის, ბევრად უფრო ახალია და ქიმიკატებთან და მზესთან კონტაქტი არ ქონია და ოდნავ უფრო შეიძლება მოგეჩვენოს მუქად, მაგრამ ეს ის თმა და ეს ის ფერია, რაფერიც სინამდვილეში შენ გაქვს. მეშვიდე მითი ეხება მოცდას საჭმლის მერე, საკვების მერე და თუ გინდა რომ იბანაო ან თუ გინდა რომ ივარჯიშო. ხო, ამასაც უდევს რეალურად საფუძველი ის, რომ მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა აღმოაჩინეს, რომ როცა ადამიანი ჭამს სისხლი საჭმლის მონელებელი სისტემისკენ მიდის, კუნთებში ნაკლები სისხლია. კუნთებში ნაკლები სისხლი ნიშნავს აი ფეხის გაკვანძვას რო ეძახით, კრამპებს და შეიძლება ადამიანი დაიხრჩოს. და ეს იდეა ჰქონდათ მეცნიერებსაც, ფიქრობდნენ, რომ და მოდი გავცეთ რეკომენდაცია, რომ ჭამიდან 1 საათი მოიცადონ, რომ ესეთი რამე არ მოხდეს, მაგრამ კვლევებით დადასტურდა, რომ კავშირი არ აქვს. ისეთი სისხლის გადანაწილება არ ხდება, რომ კუნთებს არ ქონდეს რეალურად სისხლი და ადამიანი დაიხრჩოს ან რამე დაემართოს ადამიანს, ასე არ არის. უბრალოდ თუ ძალიან ბევრი ჭამა ადამიანმა და თუ ძალიან ძლიერად მოისურვა რომ გაცუროს და მთელი ენერგიით, რა თქმა უნდა, დისკომფორტი ექნება. ეგ დისკომფორტი იქნება ბევრი ჭამის მერე ისაც მოძრაობა დისკომფორტია და ადამიანს უნდა რომ წამოწვეს და დაისვენოს და რა თქმა უნდა, მაგ დროს ასევე დისკომფორტი არის, ცურვაც განსაკუთრებით თუ დიდ ენერგიას დახარჯავს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცურვა არ შეიძლება 1 საათის ფარგლებში შეიძლება ჩვეულებრივ, უბრალოდ ძალიან ბევრი არ უნდა კონდეს ნაჭამი და ძალიან არ უნდა დაიჭიროს თავი. მერვე მითი არის, რომ ადამიანი
თავისი ტვინის მხოლოდ 10% იყენებს. ესეც დაახლოებით 100 წლის წინანდელიდან მოდის ეს მითიც, როცა ფიზიოლოგები ფიქრობდნენ, რომ ადამიანს აქვს ბევრად დიდი შესაძლებლობები და ბევრად ნაკლებს იყენებს თავის შესაძლებლობების. სინამდვილეში დღეს ეს მითი სრულიად გაბაიბურებულია, იმიტომ რომ PET-სკანით და თანამედროვე MRI კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანის ჩვეულებრივი დღიური არა განსაკუთრებული და რაღაცა გენიოსობას რო აკეთებ, ჩვეულებრივ რამეს რო აკეთებ ყოველდღიურობაში, სხვადასხვა მომენტებში ტვინის თითქმის ყველა უბანი ფუნქციონირებს და ყველა უბანი იტვირთება. შესაბამისად, ადამიანი თავის ტვინს იყენებს სრულად. შეიძლება ადამიანი თავისი ტვინის 100%-ს არ იყენებდეს ყოველ ჯერზე, მაგრამ ჯამურად სხვა დროს და სხვა პროცესების დროს მთლიანად იყენებს. ანუ როგორც სხვა ტვინის სხვა ნაწილები, სხვა პროცესებია პასუხისმგებელი. შესაბამისად, ადამიანი თავის ტვინის სრულ ნაწილს იყენებს, ისე არ არის რომ არ იყენებდეს. და მეცხრე მითი არის აი მიკროტალღური ღუმელის შესახებ. მიკროტალღური ღუმელის შესახებ ადამიანები ფიქრობენ, რომ აი რადიოაქტიურ ხوار ქმნის ხوار საკვებს, ან რამე ხوار რჩება ისე რომ აცხელებს ისე ძალიან რამეთან რადიაცია ხო არ აქვს და ესე სინამდვილეში ეს მოდის იქიდან, რომ 70-იან წლებში, როცა მიკროტალღური ღუმელი პოპულარული ხდებოდა დასავლურ სამყაროში და მიკროტალღური გამოსხივების შესახებ მიკროტალღური რადიაცია ჩვენთვის ასოცირებულია რადიოაქტიურ გამოსხივებასთან, მაიონიზებელ გამოსხივებასთან, მაიონიზებელი რომელიც უჯრედებს შლის და ანადგურებს და მიკროტალღური გამოსხივება ასეთი არ არის. მიკროტალღური გამოსხივება არ არის არც მომაკვდინებელი და არც მავნებელი. რას აკეთებს ახლა ის? განსაკუთრებით როცა გამორთულია ხარ, როცა ჩვენ კონტაქტობთ მიკროტალღურთან, იქ არ არის ანარი მიკროტალღური გამოსხივება, როცა ჩართულია მარტო მაშინაა და იმ პერიმეტრში, იმ პატარა ადგილშია ის გამოსხივება და ის გამოსხივება რას აკეთებს? წყლის მოლეკულებს აშფოთებს და ანჯღრებს, მოკლედ წყლის მოლეკულები იწყებენ ჩქარჩქარა მოძრაობას და ასე ხურდება რაღაც. ამიტომ რომ თუ რამე წყალს არ შეიცავს, ის ვერ გახურდება და ვერ გაცხელდება. და რკინა რატო არ შეიძლება? იმიტომ რომ რკინა ირეკლავს ამ გამოსხივებას და ნაპირწყლებს ყრის და შეიძლება ეს გამორეკლილმა პირიქითი აპარატი დააზიანოს, რაც მიკროტალღებს უშვებს. ეს არის მთავარი მიზეზი. რადიაცია და მაიონიზებელი გამოსხივება, რომელიც შეიძლება რომ ხანგრძლივად გააყვეს ორგანიზმს, ესეთი რამე არ აქვს და არ ახასიათებს საბედნიეროდ. აი ესენია რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა კიდევ ერთხელ ვინც მხარს მიჭერთ და მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ დალაიქოთ, გააშიაროთ ან დააკომენტაროთ. ეს ყველაფერი არხის განვითარებას დაეხმარება. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.